სისხლის ბანკი სამედიცინო საქმიანობას ახალ შენობაში იწყებს. სამედიცინო დაწესებულება HEMA 2012 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ბაზაზე შეიქმნა და იგი სისხლისა და სისხლის კომპონენტით აჭარის გურისა და ფოთის სამედიცინო დაწესებულებებს ამარაგებს. სისხლის ბანკი ახალი სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, სადაც ყოველწლიურად 6000-მდე პაციენტისათვის 3000-მდე დონორის 1500 ლიტრის სისხლი მზადდება. დაწესებულება მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში, რაც დონორის სისხლის ჰეპატიტზე, შიდსსა და ათაშანგზე კვლევას გულისხმობს. დაწესებულება დღეს მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოინახულეს. აჭარაში უზრუნველყოფილი იქნება ამ დაწესებულებით, უზრუნველყოფილი იქნება სისხლის მომარაგება, მისი ასე ვთქვათ, შენახვის პირობებია დაცულია ყველა ის პირობა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ პაციენტს მოემსახუროს ნებისმიერი საავადმყოფო სისხლის ბანკის მეშვეობით. რთული შემთხვევების კურნალობის დროს ხშირია ალბათობები იმისა, რომ დაჭირდება საავადმყოფო სისხლის ან მისი კომპონენტების შევსება. ეს დაწესებულება ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულებაა, ის ფუნქციონირებდა რამდენიმე ათეული წელი, ახლა გადმოვიდა ახალ შენობაში, მას დაერქვა HEMA 2012. აქ დაახლოებით ამ დაწესებულებაში უბრალოდ მის წინამორბედში წლიურად მზადდებოდა 1500 ლიტრის სისხლი, რომელთაც დახმარება ეწეოდა 6000-მდე პაციენტს.